რა ასაკში იწყება სქესობრივი მომწიფება გოგონებში, როდის უნდა დაეწყოთ პირველი მენსტრუაცია და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა. აი ამის შესახებ ახლავე მოგიყვებით, მანამდე გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ არ გამოგრჩეთ საინტერესო ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის შესახებ. გოგონას პირველი მენსტრუაცია, ანუ მენარქე, ეწყება 11-დან 14 წლის ასაკში, ხოლო 3 წლით ადრე იწყება სქესობრივი მომწიფება, რაც გამოიხატება იმაში, რომ იზრდება სარძევე ჯირკვლები, ჩნდება თმიანობა ბოქვენზე, იღლიაში, ჩნდება ოფლი, რომელიც ბავშვს ადრე არ ჰქონდა და შესაძლოა მას ჰქონდეს სპეციფიური სუნი. ეს ყველაფერი არის ნორმალური და აი ამ ნიშნების დაწყებიდან, ამას მეორადი სასქესო ნიშნები ჰქვია, დაახლოებით 3 წელიწადში იწყება პირველი მენსტრუაცია. რას უნდა მიაქციოთ მშობლებმა ყურადღება? თუ გოგონას მეორადი სასქესო ნიშნები, ანუ სქესობრივი მომწიფება დაეწყო 8 წლის ასაკამდე. თუ გოგონას არ აქვს მეორადი სასქესო ნიშნები 14-15 წლის ასაკამდე. და თუ გოგონას არ დაეწყო პირველი მენსტრუაცია 15 წლამდე.